საღამო მშვიდობისა ქვემო ქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ქრონიკის საინფორმაციო სამსახური დღის მთავარ სიახლეებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობს. შეცვალეთ ძველი ახლით 1 დეკემბრიდან პირადობის ახალი მოწმობა 34 ლარის ნაცვლად 15 ლარი ეღირება. იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცხადებული აქციით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. აქციის პირობების თანახმად პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები დოკუმენტს სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადასახადისგანაც. აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად სეგმენტისა. თითოეულ მოქალაქეს, ვისაც სურვილი აქვს აიღოს ახალი პირადობის მოწმობა, ელექტრონული მოწმობა, შეუძლია მოვძებნեն იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შემოიტანონ განცხადება პირადობის მოწმობისთვის და 15 ლარიანი ქვითრით მიიღონ დოკუმენტი. არაძალადობა სახელწოდების კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგიში შეხვედრა გამართა. ქართულენოვან სკოლაში გამართულ შეხვედრას უფროსკლასელი მოსწავლეები დაესწრნენ. ორგანიზატორებმა მოსწავლეებს ძალადობის ფორმებსა და შედეგებზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარუდგინეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა და მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ შეხვედრას განათლების სამინისტროსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მნიშვნელოვანი არის მოსწავლეების ინფორმირება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ მათ ვის უნდა მიმართონ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. ქვემო ქართლის პოლიციაც უერთდება აღნიშნულ აქციას და ვიწყებთ დღეიდან შეხვედრებს სკოლაში ბავშვებთან, გაიმართება შეხვედრები დებატების სახით. ჩვენ სკოლაში ჩატარდა და ჩვენ მოვისმინეთ და გავიგეთ ის რომ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, ვის უნდა მივმართა. ბავშვები ყველაზე დაუცველი მსხვერპლი არიან ოჯახური ძალადობის. ძალიან ხშირია შემთხვევა სკოლებშიც, როდესაც ბავშვები აღმოჩნდებიან ხოლმე ძალადობის გავლენის ქვეშ, ამიტომ მნიშვნელოვანია თვითონ ბავშვებმა კარგად იცოდნენ რა არის ძალადობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შენობა ექსპლუატაციაში მომავალი წლის მარტში შევადა სრული დატვირთვით წლის განმავლობაში ამუშავდება. ადგილზე შესაძლებელი იქნება რეგიონის არქივის დაცულად განთავსება, რადგან სამსახური 21 საუკუნის თანამედროვე სტანდარტებთან იქნება მიახლოვებული. რეგიონულ არქივში 25 ადამიანი დასაქმდება ობიექტის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 2,5 მილიონ დოლარს აღემატება მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. გეგმით მიდის შენობა ყველაფერი, უბრალოდ თვითონ გახსნა და ფუნქციონალურად შენობის, ასე ვთქვათ, გამართვა და დაწყება სამსახურის შიგნით იქნება მარტის თვიდან. საქართველოს ეროვნული არქივი მადლიერია რუსთავის მუნიციპალიტეტის, განსაკუთრებით გიგატაბადატის, იმიტომ რომ დღიდან პროექტირებისა და დაწყების მშენებლობისა გვერდში გვიდგას და გვეხმარება და ყოველთვის რამე საკითხი თუ არის გადასაწყვეტი ოპერატიულად თანამშრომლობთ რუსთაველებთან. სტერეოტიპების მსხრევა და მედლის მეორე მხარე ყოველ პარასკევს გიგა ჯღარკავას საავტორო გადაცემაში 2-2 უდრის 6. გადაცემა სულ ახლახანს ჩაესვათ ჩვენი არხის საინფორმაციო ბადეში. ხვალკი გადაცემის ავტორი და წამყვანი დაგეხმარებათ გაიცნოთ როგორია მედია ექსპერტის ზვიად ქორიძის ალტერ-ეგო. რამ განაპირობა თქვენთვის კარგად ცნობილი და ამავე დროს საინტერესო ადამიანების ამჟამინდელი მდგომარეობა და სტატუსი. როგორები არიან ისინი სინამდვილეში და იმსახურებენ თუ არა თქვენს პოზიტიურ დამოკიდებულებას. ამ კითხვებზე პასუხს მიიღებთ ყოველ პარასკევს 7 საათზე. აბაზანა გადაცემაში 2-2 უდრის 6. აქ მე ვცდილობ ადამიანები იყვნენ ბუნებრივები, ნამდვილები, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ქართულ საზოგადოებას დიდი ანგარიშით სინამდვილე გვაკლია, ზედმეტს ვკეკლუცობთ და ზედმეტად არაბუნებრივები ვართ მოკლედ. ყველა ადამიანში არის რაღაცა განსხვავებული ორი ნატურა, თეთრი და შავი. ამ ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში ამ ორი ნატურის ზედაპირ საზოგადოებისთვის მაყურებლისთვის ზედაპირზე ამოწევა გვინდა. იმდენად რამდენადაც ვიცნობთ ძალიან საინტერესო პერსონებს, რომლებიც რაღაცა ერთ სიბრტყეში მოიაზრებიან ჩვენთვის საზოგადოების გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში. სინამდვილეში კი მათ აქვთ აბსოლუტურად სხვა განსხვავებული და ინდივიდუალური ბუნება, თავისი ბავშვობით, თავისი კომპლექსებით, თავისი ბერე ბუნებრივია დადებითი ნიშნებით, რომელიც საზოგადოებამ მთლიანობაში არ იცის სინამდვილე. გულისხმობ განურჩევლად მათი სტატუსებისა.
აბსოლუტურად განურჩევლად. თავარია რომ ისინი იყვნენ ცნობილი პერსონები, საინტერესო პერსონები და საზოგადოებამ მე შესაბამისად შეაფასოს ისინი მართლა არიან თუ არა იმის ღირსი რომ უნდა იყვნენ ასეთი ცნობილები, უნდა ეპყრათ რა სადავეები გარკვეული მასებისა, ნამდვილად არიან მავანი კარგი არქიტექტორი და მავანი და უშუალოდ კარგი მუსიკოსი თუ კი შინაგან ბუნებაში მათთან რაღაცა კატაკლიზმებია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხვალინდელ გადაცემაში ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ნამდვილად ექსპერტია როგორც მედია თვალსაზრისით, ისე მისი საქმიანობიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე თვალსაზრისით, ადამიანის ფსიქიკის თვალსაზრისით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება ხვალაც. დანარჩენს მე მომავალი გვიჩვენებს რა. ტექნიკურ რაღაცებს რაც შეეხება ნელა-ნელა ვყალიბდებით და ვიზდებით რა და ყველაზე მთავარი კიდე სათაურია ამ გადაცემის, ანუ სტერეოტიპების დამტრევის და დამსხვრევის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ამბავია, მე მგონი რომ ადამიანი თვითონვე საკუთარ თავში განეწყოს იმისთვის, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც დაუშვათ აქამდე ჩვენამდე მოვიდა. ამას გულისხმობ როგორც უარყოფითი, ისე დადებითი თვალსაზრისებით ბუნებრივი. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ორჯერ თავისუფლად შეიძლება რომ იყოს 6, ნახოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. რა ჩვენ დღეს ვიხილეთ, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები და ძალიან შთამბეჭდავი მიღწევები განხორციელდა ამ 2 წლის განმავლობაში და ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებით ეს ახალი მანქანები, რომელიც არის სიახლე არის, რაც მე მოვისმინე არის ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან კარგი, არც თავარია. ეს არის უსაფრთხო პოლიციელები. საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ბათუმში ბიზნეს ფორუმი გახსნა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა წარმოადგენს. მისივე განცხადებით, ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს რამდენიმე თვის წინ მოაწერა ხელი. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს ფორუმი, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ჩვენი ახლო მეგობარი მოძმე ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ინტერესს ბიზნეს თანამშრომლობის კუთხით. ესეთი შთამბეჭდავი დელეგაცია, რომელიც დღეს სტუმრობს აჭარას და გუშინ სტუმრობდა თბილისს, ბუნებრივია მნიშვნელოვან კვალს დატოვებს როგორც საქართველოს ეკონომიკის, ასევე ლატვიის ეკონომიკის განვითარებაზე. საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის სხვა წევრების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად ლატვიისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დაისახა. ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ლატვიის დელეგაციასთან, სადაც წარმოდგენილნი არიან განათლების სამინისტროს მესვეურებით, განათლების მინისტრი, ძალიან დიდი მხარდაჭერა დააფიქსირა ლატვიის პრეზიდენტმა განათლების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით და გათვალისწინებულია თანამშრომლობა განათლების ყველა დონეზე. ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ განათლების პერსპექტივებზე საქართველოში, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისათვის. ამ შეხვედრის საშუალებით დამყარდება რეალური კონტაქტები საქართველოსა და ლატვიას შორის და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტებთან. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ერაყიდან და სუდანიდან ლტოლვილი ბავშვებს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან ერთად გასართობ ცენტრ მადაგასკარში უმასპინძლა. მინისტრი ბავშვებს მარტყოფში ვიზიტისას შეხვდა, სადაც მათ გასართობ ცენტრში წასვლის სურვილი გამოთქვეს. ბავშვები 2 საათიან გასართობ პროგრამაში მონაწილეობდნენ, შეხვდნენ სხვადასხვა ზღაპრისა და მულტფილმის გმირებს. მათთვის კარგი განწყობის შექმნაზე კი ცენტრის ანიმატორები ზრუნავდნენ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ოკარ ჯორჯია გაზის კახეთის რეგიონალური ოფისის რუსთავის სერვის ცენტრი გაფრთხილებთ. მკაცრად დაიცავით გაზის მეურნეობაში არსებული უსაფრთხოების წესები. არ დაუშვათ არასტანდარტული გაზის ხელსაწყოების გამოყენება. გაზის აღრიცხვის ხელსაწყოები დამოწმებული უნდა იქნას საქსტანდარტის მიერ. არის სარგებლოდ არალიცენზირებული და არაკვალიფიციური იურიდიული და ფიზიკური პირის მომსახურებით. გამართულ მდგომარეობაში იქონიათ საკვამლე და სავენტილაციო არხები. არ მიატოვოთ უმეთვალყურეოდ ჩართული გაზის ხელსაწყოები და მათზე არსებული ჩამკეტი ონკანები.
არ დაუშვათ ბავშვები და გონებრივი პრობლემების მქონე პირები გაზდანადგარებთან და გაზდანადგარების ჩამკეტონგანებთან. არ დაუშვათ გამდინარე წყალგამაცხელებლების მონტაჟი და ექსპლუატაცია ისეთ კორპუსებში, რომელთაც არ გააჩნიათ საკვამლი არხები. გახსოვდეთ გაზის გაჟონვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577228190-ან 2553-55-ზე. ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, რასაც შესაძლოა მოხვდეს უბედური შემთხვევები, პასუხისმგებლობა უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შესაბამისად დაეკისრება გაზდანადგარის მფლობელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. ქრონიკაში რეკლამის დრო ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. მხედართ მოძღვარი ამ სახელწოდების ფილმის ჩვენება გაიმართა თეატრ ბრავოში. ფილმი დეკანოს თეიმურაზ ტუღუშის 60 წლის იუბილეს და ხსოვნას მიეძღვნა. დოკუმენტურ ფილმში სასულიერო პირის ცხოვრება მოთხრობილი. მხედართ მოძღვარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სტუდია გუთანმა გადაიღო. ბიოგრაფიული ფილმის ჩვენებას დეკანოს თეიმურაზის ოჯახის წევრებთან, მის მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად ქალაქის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლების დაესწნენ. ფილმი ჩვენ უგრძელსა გვახსენებს მამა თეიმურაზ ის მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიის წიაღში. ის მოვიდა ეკლესიაში მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ იყო კომუნისტური რეჟიმი. მასაც არაფერი არ უჭირდა, ჰქონდა თავის კარიერა, საოცარი ხმა, სმენა, კულტურა, გალობის. მას დიდი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ მან ეს ყველაფერი დათმო და უფლისგან შეუდგა. გადაღებების პერიოდში იყო ძალიან ჩვენთვის საინტერესო, განსაკუთრებით მე მონტაჟზე მუშაობა, იმიტომ რომ თურმე ჩვენ კარგად არ გვწოდნია მამა თეიმურაზი, ეს ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანია და თვალსაჩინო რუსთაველი რო იტყვიან. ამით განსხვავდება არა მარტო რუსთაველი, აი როგორც ღვაწლმოსილი ქართველი მოძღვარი. ცრემლის გარეშე არ შემიძლია მისი გახსენება, ძალიან კარგი პიროვნება და ძალიან გვყვარდა ჩვენ. რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. წიგნის მეგობრები, ასე ერქვა კონკურს, რომელშიც მონაწილეობა რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს და გამარჯვება ივანე კოტორაშვილის ინსცენირებით მოიპოვეს. დღეს კი მოსწავლეებმა დადგმა სკოლის პედაგოგებს, საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს. წიგნი უნდა შევაყაროთ ახალგაზრდობას, წიგნს უნდა დაუბრუნდეს ნამდვილად მკითხველი. თუ არა წიგნი, სხვა ვერაფერი ვერ გადაარჩენს საქართველოს. ჩვენ ავირჩიეთ ივანე კოტორაშვილის ინსცენირება და გავიტანეთ. რის შედეგადაც გავიმარჯვეთ და შემდეგ მომდავი პრიზებით დავსაჩუქრდით. რაც შეეხება სპორტის სიახლეებს. კვირას 30 ნოემბერს რუსთავის ფოლადის სტადიონზე გასამართი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა შესაძლოა ჩაიშალოს. მიზეზი სტადიონის მომსახურე პერსონალისა და კლუბის სხვა თანამშრომელთა 4-თვიანი სახელფასო დავალიანებაა. როგორც ქრონიკისთვის გახდა ცნობილი, თუ მეტალურგის ხელმძღვანელობა პარასკევს დავალიანებას არ დაფარავს, პერსონალი თავის მოვალეობას არ შეასრულებს და თამაში ჩაიშლება. მათ მხარს რუსთავის მეტალურგის ფეხბურთელებიც უჭერენ. შეგახსენებთ, რომ მეტალურგი კვირას ცხინვალის სპარტაკს მასპინძლობს. არაფრით უზრუნველყოფილი არ აქვს. რუსთავის ხარების ჭაბუკთა ალიგის გუნდი ფინალშია. რუსთაველმა მორაგბეებმა ნახევარფინალურ სერიაში 2 მატჩის ჯამში აკადემიასთან იმარჯვეს. პირველი შეხვედრა რუსთავში ჩატარდა და ხარებმა აკადემიელები 19 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს. განმეორებით მატჩში კი თბილისურმა კლუბმა ამ სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო. ფინალური შეხვედრა 3 დეკემბერს რუსთავის რაგბის სტადიონზე გაიმართება. ხარები აიას დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალური თამაში ჩავატარეთ თბილისში აკადემიასთან. სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ სულ რაღაც 7 ქულით დავმარცხდით. ანუ როგორც მოგეხსენებათ, პირველი თამაში აქ რუსთავში 19 ქულის სხვაობით მოუგეთ და აი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს ფინალში გავსულიყავით. ანუ 2 მატჩის ჯამში უკეთესი ბურთების სხვაობით გავედით. ქრონიკა პირდაპირ ეთერში უცხოეთის სიახლეებით ბრუნდება. ამერიკის პრეზიდენტმა ინდაურები შეიწყალა. დღეს გახდა ცნობილი, რომ მაკი და რიჩი მადლიერების დღისადმი მეძღვნილი სადღესასწაულო სუფრაზე არ მოხვდებიან. თითოეულობისა და სიცივის გამო წელს ეს რიტუალი თეთრი სახლის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართა. ობამა ინდაურის შეწყალების ცერემონიალზე ქალიშვილებთან, საშასთან და მალიასთან ერთად მივიდა. ამ ტრადიციას ამერიკელები 1800 წლიდან იცავენ. საგანგებო მდგომარეობა ნიუ-ჯერსიში, ავტოავარიების უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი, ქარბუქი და დაზიანებული ელექტროენერგიის ხაზები. ასეთია რამდენიმე დღიანი უამიდობის შედეგი შტატებში. შეუფერხებლად მუშაობს აეროპორტებიც, გადაიდო 600-ზე მეტი რეისი. სინოპტიკოსები ამინდების გაუმჯობესებას რამდენიმე დღეში ელოდებიან.
გოგონებისგან ფლირტი ხშირად იწვევს დაალადობას უნგრელი პოლიციელების პოზიცია, რომელსაც მედიაში გამოხმაურება მოჰყვა. მათ თემაზე კლიპით მოამზადეს, როგორც CNN-ი წერს, რამდენიმე უნგრული საადვოკატო ჯგუფი რეგიონში მყოფი პოლიციელების განცხადებას შემაძრწუნებელს უწოდებს. ჯგუფების წარმომადგენლების თქმით, იმის ნაცვლად, რომ ქალები პოტენციურ მსხვერპლად განიხილონ, რომელთაც დათვლა სჭირდებათ, კამპანია ქალებს ადანაშაულებს. Women's groups were quick to condemn the ახლა ნახოთ როგორი ამიდია მოსალოდნელი ხვალ ჩვენს რეგიონში. ალკაში ნავარაუდებია დღისით 1 ღამით -3 გრადუსი ყინვა. თეთრწყარში დღისით +2 ღამით -2 გრადუსი იქნება. ეთერმარში დღისით 1 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით -6-მდე დაეცემა ტემპერატურა. პოლში დღისით 3 ღამით -2 გრადუსია მოსალოდნელი, მარნეულში დღისით 4 გრადუსი სითბო იქნება, ღამით 0 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. ასევეა თბილისში დღისით 4 ღამით 0 გრადუსი, რაც შეეხება გარდაბას, აქ დღისით 5 ღამით 0 გრადუსი იქნება. ჩვენს ქალაქში დღისით 5 ღამით 0 გრადუსია ნავარაუდები. ეს იყო დღეისთვის ბოლო ინფორმაცია, ქრონიკა ამით დასრულებულია. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.